გამარჯობათ, დღეს ავაწყობთ ბასვინის ფირმის 9 ცხენისალიან მოтобლოკს სტარტერი და განათებით. თქმა უნდა, პირველი ვაწყობთ საბურაოს. საბურაოში ყოველთვის ღერძი დგება შიგნითა მხრიდან. საბურავები დაყენებული არის, ახლა დავაყენოთ რული მოтобლოკის. რულიც დამაგრებული არის, გადავდივართ შემდეგ მოтобლოკის ტროსებზე გაზის ტროსი, უკუსვლის ტროსი და ცეპლენის ტროსი. გაზის ტროსი ადვილად დავაყენოთ, ამისთვის საჭირო არის აერის ფილტრი მოვხსნათ. რათა მარტივად მიუდგეთ. ვავატარებთ მისთვის განკუთვნილ ჭრილში. რათა ფიქსატორამდე მივიდეთ და დავაფიქსიროთ. ამის შემდეგ აერის ფილტრს ვაბრუნებთ თავის ადგილზე. უკუსვლის სახელური და ვაყენებთ ახლა მის ტროს. ესეც დაყენებული, ახლა გადამულობის სახელური და ახლა დავაყენოთ ამის ტროსი. ესეც დაყენებული არის ჩვენი მოтобლოკის ფრთების სამაგრი, ეს გახლავთ წინა სამაგრი და აქვს კიდევ უკან, რასაც გაჩვენებთ. წინა სამაგრები დაყენებული არის, გადავდივართ უკანა სამაგრზე. უკანა სამაგრიც დაყენებული არის. ახლა დავაყენოთ ჩვენი მოтобლოკის ფრთები, ანუ ტრილო. ჩვენი მოтобლოკის მარცხენა ფრთა, რომელსაც აქვს ჭრილი, ეს არის გათვლილი იმისთვის, რომ ამ ტროს არ შეუშალოს ხელი ფუნქციონირებაში. ეხლა დავაყენოთ ჩვენი მოтобლოკის ფარის სამაგრი, რომელიც დგება უშუალოდ კარობკის ზედა ბოლტებზე, ესენი უნდა მოხსნათ და ამაზე გავუკეთოთ. უკანა სამაგრი დაყენებული, ეხლა დავაყენოთ წინა სამაგრი. ეს ზედა ორი ბოლტი საქოქის უნდა მოხსნათ. ჩვენი ფარის მოძრავი წინა სამაგრი, რომელიც დგება აი ასე.
ესეც დაყენებული არის. გადავდივართ შემდეგ ეტაპზე. ეხლა დავაყენოთ ჩვენს motoblogზე აკუმულატორი. აკუმულატორი დაყენებული არის ჩვენს motoblogზე. ახლა დავაყენოთ ლემები. ჩვენი motoblogის მასა. ეხლა დავაერთოთ ლიუსი. motoblogი ჩამქრობი, რომელიც ყედება აქ. ეს გახლავთ ჩვენი motoblogის ფარის ჩართვა-გამორთვის ღილაკი, რომელიც ყედება აქ. დაყენებულია ჩვენი ჩართველი ფარის დამქოქი, ღილაკზე იქოქება, ღილაკზე დაჭერით, რომელიც ყენდება აქ. ჩვენ დამქოკ კნოპკაზე არის ესეთი შტეკერი, გადასაბმელი, რათა კაბელი დაგრძელდეს და მივიდეს სტარტერამდე. ჩვენ დამქოქი კნოპკიდან ესეთი ყავისფერი კაბელს ვაერთებთ აქ სტარტერზე. ეს არის გახლავთ ფარის შტეკერი, რომელიც ჩართვა-გამორთვას აქედან აკეთებს და რა თქმა უნდა, აკუმულატორიდან წამოსული პლიუსიც. ასეთი შესაერთებელით ვაერთებთ, აი აქ უკან აქვს თავის განკუთვნილი კბილი, სადაც ერთდება. რაც შეეხება ამ კაბელის მეორე წვერს, ეს აუცილებელია დავაერთოთ მასაზე. და ჩვენი motoblogის ჩამქრობიდან წამოსული კაბელი ყვითელი ფერის ესეც მასაზე. ჩამქრობის შავი ფერის კაბელი, რომელიც ერთდება აქ. და ეს თეთრი კაბელი ერთდება აქ. დაგვრჩა ფარის დაყენება და რა თქმა უნდა ფარზე ჩვენი ეს შტეკერის შესაერთებელი. ახლა დავაერთოთ ჩვენი კაბელები ფარის და ჩვენი ფარის ჩართვა-გამორთვის ღილაკიდან წამოსული შტეკერი, რომელიც ერთდება ასეთი ორი ფერის ლურჯი კაბელი, სადაც არის იქ. ხოლო რაც შეეხება ლურჯი და სტაფილოსფერი, ერთდება აი ამაზე. ახლა დავაყენოთ ჩვენი სიჩქარის გადამრთველი მექანიზმი, რომელიც ყენდება აქ. ამის შემდეგ დავუყენოთ მექანიზმი სიჩქარის გადამრთველი. და დავაერთოთ შუალოდ სიჩქარის ამის შემდეგ ვაყენებთ ჩვენს რულზე მინი ბარს, რომელსაც გაჩვენებთ, ძალიან გამოსადეგი რამეა. ჩვენი motoblogი სრულად აწყობილია, დაგვრჩა ბოლო დეტალი, რომელიც არის ლომის დამაგრება. ესეც დავაყენოთ და motoblogი დასრულებული არის.
ეს გახლავთ ძრავში ჩასასხმელი ზეთი, შუპი. ეს გახლავთ motoblokis ძრავიდან ზეთის გამოსაშვები ბოლტი. რაც შეეხება რედუქტორში ზეთის ჩასასხმელი არის ეს, გამოსაშვები არის აი აქ. რაც შეეხება ჩვენ motoblokis კონკრეტულ მოდელს, ეს არის 9 ცხენისძალიანი და ძრავში მიდის 1 ლიტრი 10-40 ზეთი. ხოლო რაც შეეხება რედუქტორში ისხმება 2 ლიტრი და 880 ზეთი. ამის შემდეგ ჩვენ რომ დავქოქავთ, პირველი დაქოფის შემდეგ აუცილებელი არის 3 საათი ვამუშაოთ დაბალ აბაროთზე და სიარულის გარეშე, ადგილზე იქეს უჯობესი არის. უბრალოდ საათში ერთხელ 10 წუთიანი შესვენება გავუკეთოთ motoblokis, ჩავაქროთ და შემდეგ ისევ დავქოქოთ. ასე გავიმეორებთ 3ჯერ, ბოლო ჩაქრობას რომ გავაკეთებთ და ჩავაქროთ, დავაცავდეთ 1.5 საათი რომ ძრავი გაგრილდეს. ამის შემდეგ გამოვუშვებთ ძრავიდან ზეთს, ჩავასხავთ ახალს და მაგის შემდეგ შეგვიძლია უკვე გამოვიღოთ motoblokis ყველანაირად როგორც ჩვენ გვჭირდება ხელში. რაც შეეხება აპკაკის შემდეგ რომ უკვე დავიწყეთ ძრავში ზეთს შევცვლით, აქედან პირველი 10 საათის შემდეგ უნდა შეიცვალოს კიდევ ძრავში ზეთი. ხოლო რაც შეეხება ყოველი მომდევნო ზეთის შეცვლა ხდება 20-25 საათიანი მუშაობის შემდეგ. ორჯერ რომ შევცვლით ძრავში ზეთს, ერთხელ უნდა შევცვალოთ რედუქტორში. ძირითადი მოვლის პრინციპი ამისი არის ეს.